თუ ბავშვს ჰქონდა ადენოიდები ამოჭერით, ამით ყველა პრობლემა არ მოიხსნა, ბავშვი ისევ სუნთქავს პირით, ენა ისევ არასწორად მდებარეობს და საჭირო არის რიგი ღონისძიებების გატარება. პირველ რიგში ყელყურის ექიმი უნიშნავს ცხვირით სუნთქვის ვარჯიშებს. კი ბატონო, ცხვირის გზები თავისუფალია, ბავშვს შეუძლია თავისუფლად ისუნთქოს ცხვირით, მაგრამ არ არის მიჩვეული. შემდეგი ეტაპი არის ლოგოპედ დეფექტოლოგთან კონსულტაცია, სპეციალური ვარჯიშების ჩატარება, რათა მოხდეს პირის ირგვლივი კუნთის გავარჯიშება, ენის და სახის კუნთების გავარჯიშება, სწორი მეტყველების, ენის სწორი მდებარეობის დასტაბილურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ორთოდონტიურ მკურნალობაზე. ორთოდონტიური მკურნალობა რას ნიშნავს? ზედაყბის ზრდა დაირღვა იმის გამო, რომ ენა არასწორად მდებარეობდა და ის დაეშვა ქვედაყბაზე, იწვევს ქვედაყბის გაფართოებას, ხოლო ზედაყბა ამ დროს შევიწროვდა. როდესაც უკვე ჩატარებულია ეს პროცედურები, რომ ადენოიდები ამოჭრილია, ცხვირით სუნთქვა ისწავლა, პირი დახურა, ენის სწორი მდებარეობა უკვე მინიჭებულია, ესე იგი დარჩა ეს ეტაპი, რომ შევიწროებული ზედაყბა გავაფართოთ, რომ ყბები არ განვითარდეს ასიმეტრიულად, ან უკან გადანაცვლებულად, ან წინ გადანაცვლებულად და მივცეთ ბავშვს იმის საშუალება, რომ მისი ყბები ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საჭირო იყო ნორმალურ პირობებში, ზრდის შემთხვევაში, რომ ჩამოყალიბდებოდა. ამიტომ პირველ რიგში უნდა გადაიღოთ ცეფალოგრამა, აქ მოჩანს ზედაყბის სიგრძე, ქვედაყბის სიგრძე, ადენოიდები. შემდეგი ეტაპი არის ადენოიდების ამოჭრა ოტოლარინგოლოგთან, ამის შემდეგ ლოგოპედ დეფექტოლოგთან კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ორთოდონტთან კონსულტაცია და პრობლემების ანალიზი და მკურნალობის დაწყება.